რითი ვართ ქართველი, რა გხვდის ქართველებად? რას არ მოითმეს ქართველი მამაკაცი? ნდობის დაკარგვის პრობლემა ან არარსების პრობლემა შეუძლება სცდეს კოლექტიურ მოქმედებას. რელიგიური და ენობრივი ერთიანობა მამული არის ყველაფერი, რასაც საქართველოს ეწოდება. ამიდენტობის ნაწილია საგარეო პოლიტიკაც, ანუ ის თუ საით უნდა წავიდეთ. ევროპა არის ქრისტიანობა. რუსული მართლმადიდებლობა არის იმპერიალისტური. სახელმწიფოს ნაცვლად აქ მათ ჭირდებათ მხოლოდ ტერიტორია, რომელიც იქნება მარტივი სამართავი. ქართველად ყოფნის უფლებას ართმევს. რატო გებულობ მე გურიის ამბებს, იმიტომ რომ ჩემია გურია. შეიძლება სახელმწიფო ცდებოდეს. ხიდის როლი ძველ საქართველოს და ახალ საქართველოს შორის. ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის. ეროვნული იდენტობა, ანუ აი ქართველი რას ნიშნავს? რას ნიშნავს ქართველი და ჩვენ ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, რომ ვერსად ვერ დაფიქსირებ რა არის საბოლოო ჯამში ქართველი. თუნდაც დავით აღმაშენებელი რა იყო და თამარ მეფე, ეს არის გარკვეულწილად რაღაცა ბიზანტიური ეკუმენის ნაწილი არის ერთგვარი რაღაცა მთლიანობის, ასეთივე მეფეებს ნახავ შენ ბულგარეთშიც, რუმინეთშიც, უკრაინაშიც. ეს არის რაღაცა ბიზანტიური ერთი ეკუმენის ერთ-ერთი გამოვლინება. თუნდაც მართლმადიდებლობა როგორც ეროვნული იდენტობის ნაწილი. იმიტომ რომ მანამდე ზუსტად ასეთივე იდენტობა ჰქონდა ჩვენ შეიძლება ზოროასტრული, შეიძლება მანამდე ელინური ელინიზმის პერიოდის და ეს არის ჩვენ რაღაცნაირად შენადნობი ვართ თუ ესეთ კულტურულ, ეთნოკულტურულ პლასტს აიღებ, ძალიან დიდი შენადნობი ვართ, მათ შორის საბჭოთა ქართველიც ამის ერთგვარი შენადნობია. იქ მაგალითად რუსეთი როგორც მართლმადიდებლური იმპერია გარკვეულწილად იზიარებს ბიზანტიურ ეკუმენას და ამიტომ შენი თამარ მეფე და შენი დავით აღმაშენებელი მისთვის მისაღებია, იმიტომ რომ შენ ამ ფორმულით მის თლიანობაშიც ჯდები. მაგრამ ეხლა რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ, ეს არის 91 წლიდან, როდესაც ჩვენ მოვინდომეთ, რომ შეგვექმნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო. აი აქედან რა ხდება ქართველისთვის. 91 წლიდან, პრინციპში 90 წლიდან, როცა მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა და ეროვნული მოძრაობა დაიწყო. ჩვენ წინაშე დადგა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომ ჩვენ ვიყავით ყველანაირად ჩვეული კოლექტიურ ნაციონალიზმს. კოლექტიური ნაციონალიზმი არის, როდესაც შენ პოლიტიკურად კოლექტიურად ვერ გამოხატავ შენ ნებას არც საერთაშორისო ურთიერთობებში არსად და შენ რაღაცა დიდ სახელმწიფოში როგორც ქართველი მონაწილეობ. ჩვენ პასპორტიც კი არ ქონდა, საქართველოს მოქალაქის იყო, საბჭოთა კავშირის მოქალაქე, სადაც ეწერა ქართველი. და აი ამ კოლექტიური ნაციონალიზმიდან და მოქალაქეობა, რაც ლევანმა თქვა, მოქალაქეც იყო კოლექტიური ცნობიერების ნაწილი, ტოტალიტარული სახელმწიფოს ნაწილი იყავი. და 91 წლიდან ჩვენ წინაშე დადგა ახალი ამოცანა ინდივიდუალისტური ნაციონალიზმის შექმნის. ანუ მე როგორც ერთი მოქალაქე ქართველი უნდა შევსულიყავი სახელმწიფოს მთლიანობაში და ესეთი სახელმწიფო უნდა შევსულიყო ახალ თანამეგობრობაში, იქნება ეს ევროკავშირი თუ ცივილური სამყარო. შესაბამისად, აქ ამოცანა დაგვიდგა, რომ პირველი, რომ შენ ხარ კოლონიალური სახელმწიფო, რომელიც 1801 წლიდან პრინციპში არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებელი სამი რაღაც წელიწადის გარდა, ანუ რუსეთის იმპერიის კოლონია ხარ ჩვეულებრივ, ისეთივე დეკოლონიზაცია გჭირდება, როგორც დაჭირდა ახლო აღმოსავლეთს, დაჭირდა ინდოეთს და ასე შემდეგ. ეს ერთი ურთულესი პროცესი წავიდა და მეორე წავიდა ურთულესი პროცესი, როგორ უნდა იქცეს რაღაცა ეთნოკულტურული მინარევიდან ინდივიდი დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეა. ეს მთლიანად დაეჯახა ერთმანეთს. შესაბამისად, პირველი ეროვნული მოძრაობა, როდესაც დაიწყო, ჩვენ არ ვიცოდით სახელმწიფოებრიობას მოგცემდნენ თუ არ მოგცემდნენ. ეს ქვეყანა იქნებოდა თუ არა საქართველო, თუ იქნებოდა რაღაცა სხვა
იმიტომ რომ 500,000 რუსული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობდა იქ 500,000 სომხური ეთნიკური წარმომავლობის 500,000 აზერბაიჯანული წარმომავლობის შესაბამისად ეროვნულმა მოძრაობამ თავიდანვე შეიძინა ეთნოკულტურული ძალიან ძლიერი კოლექტივისტური სახე. შესაბამისად ეროვნული მოძრაობა იცავდა ქართველობას და იცავდა მართლმადიდებლობას იმისთვის, რომ ამ სახელმწიფოს შეეძინა თავისი სახელმწიფოებრივი სახე. შესაბამისად აი ეროვნულ ფრონტზე შემდეგ აკრიტიკებდნენ ზოგადად გამსახურდას იქ იძახის, რომ მე აზერბაიჯანელების უფლებების დასაცავად კი არ ვარ აქ მოსულიო. ეს არის ძალიან დიდ სახელმწიფოში შენი ნაწილის წამოღების პროცესი. შესაბამისად იქ ამ პირველი ეროვნული ხელისუფლების კრიტიკაც მიდიოდა იქით, რომ რატო არ იცავს ინდივიდუალურ უფლებებს ადამიანების, რატო არ იცავს ინდივიდუალისტურ ნაციონალიზმს. ინდივიდუალისტური ნაციონალიზმი არის შენ რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს, შენ თუ მიაკუთვნებ საკუთარ თავს საქართველოს როგორც სახელმწიფოს და შენ ხარ ამ სახელმწიფოს ნაწილი, ქართველი საქართველოს მოქალაქე, ასე ვთქვათ, მაშინ კარგია, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით მივაკუთვნებ და თუ არა ეს ამხელა ეროვნული მთლიანობები, რომლებიც ფაქტურად მონაწილეობდნენ ამ ქვეყნის ცხოვრებაში მთელი 70 წლის მანძილზე და მანამდე ჩვენ ვიცით ეთნიკური პოლიტიკა, დემოგრაფიული პოლიტიკა რუსეთის იმპერიის შავი ზღვის სანაპიროებზე იქნება თუ სამხრეთ საქართველოში თუ ასე შემდეგ, გადასახლება, განმოსახლება ჩეჩნები იქნებიან თუ ქართველები თურქი მესხებს რასაც უწოდებდნენ. შესაბამისად აი ეს ძალიან ცუდი პროცესი დაიწყო, შესაბამისად ცენტრიდან შანტაჟიც ასეთი იყო, რომ შენ კოლექტიურ ნაციონალიზმს გააძლიერებ, შენში გაძლიერდება კიდევ სხვა კოლექტიური ნაციონალიზმი, ოსი, აფხაზი იქნება საბურჯამში მივიდა მეგრელს ებრძოდა და აი რაც ახსენე და ასე. აი ამ უმძლიერესი, ასე ვთქვათ, რღვევიდან კოლექტიური ნაციონალიზმის რაც იყო უდიდესი წარმატება იყო ის, რომ საქართველოს მაინც გამოიტანა თავისი სახელმწიფოებრიობა როგორც მთლიანობა, სადაც შენ უკვე შეგეძლო და ქონდა ფუფუნება იმის, რომ ინდივიდუალური ნაციონალიზმი აგეშენებინა, ინდივიდუალისტური, ლიბერალური ნაციონალიზმი. რაც პრინციპში დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, შევარდნაძის პერიოდი ეს იყო რაღაცნაირი გადარჩენა სახელმწიფოებრიობის, მიუხედავად იმისა, რომ კარიკატურული და კორუმპირებული იყო მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც კონსტიტუციურად რაღაცების განსაზღვრა ბუნებრივია. ხო, ამას ვამბობ, ანუ ეს იყო რაღაცნაირი გადარჩენა სახელმწიფოს, როცა მიგვიღეს მე მახსოვს გაეროში იყო არანორმალური ზეიმი, რომ საქართველოს გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, მოწყდა რუსეთს როგორც სახელმწიფო. აი ეს ფუფუნება რაც ნაციონალურ მოძრაობის დროს უკვე დაიწყო 2003-ში, ეს იყო უკვე ინდივიდუალური ნაციონალიზმის შენებლობა, ეს არის როდესაც პოლიციელი თუ არასწორად ექცევა მოქალაქეს, შენი პატრიოტიზმი განისაზღვრება ამით, რომ არა რაღაც ბიზანტიური ეკონომიკის რაღაცა ძეგლზე აკეთებ იდენტიფიცირებას, არამედ შენი გადახდილი ფულით როგორ ექცევიან ადამიანს, აი ამაზე ზრუნვა წავიდა და აი აქ დაიწყო უკვე ეგეთ წოდებული state building-ი, რაც არის აი ეს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქის მშენებლობა, როგორც იურიდიული სუბიექტის თვითონ სახელმწიფოს შემადგენლობაში. მაგრამ რამ გამოიწვია კრიზისი, ჩემი აზრით გამოიწვია იმან, რომ ეს არის ყველაზე რთულად გასავლელი გზა, იმიტომ რომ შენ ბიზანტიური ეკუმენად უმაგრებს ზირს რუსულ ეკუმენას, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლურს, იქ ქართველობას შეიძლება ენა, მამული, სარწმუნება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან თვისებრივად შენი იყო, როდესაც იმპერიის ნაწილი იყავი, შენ არ იყავი მოქალაქე, მაგრამ იყავი ქართველი და იყავი ქრისტიანი და ეს ძალიან ხშირ დაშრევებაში არის ისტორიაც ესე მოგვეწოდებოდა ჩვენ, რომ ირანში მაინც ქართველები იყავი და მაინც ქრისტიანები. აი ვეძებდით ქართველი სად არის იქ, უნდილაძე არის ირანში, ბაგრატიონი არის რაღაც რუსეთში, შალიკაშვილი არის. დღესაც მე მაგალითად სულ მიკვირდა, რომ აი ზაზაფაჩულიას რატო უნდა გულშემატკივრო ეთნიკური ნიშნით, როდესაც საერთოდ არაფერი არ აქვს ამ შემთხვევაში, ვთქვათ, კავშირში. ეს არის აი რაღაცა შენადნობია, რაღაც სიმბიოზი არის კოლექტიური ნაციონალიზმის და ინდივიდუალური ნაციონალიზმის. და სად მოვედით? მოვედით იქ, რატო ჩამოიშალა, იმიტომ რომ კი არ ჩამოშლილა, მე არ უყურებ ასე, რომ ეს ჩამოიშალა.
უბრალოდ ინდივიდუალური ლიბერალური ნაციონალიზმი ძალიან მყიფე არის. ამის ძალიან მოკლე გამოცდილება გვაქვს ჩვენ, ძალიან მოკლე გამოცდილება გვაქვს და საერთოდ ჩვენ თუ დავაკვირდებით კოლექტიური ნაციონალიზმი ყოველთვის დგას კოლექტიურ ტრამვებზე, კოლექტიურ მეხსიერებაზე, კოლექტიურ გამოცდილებაზე. აი მაგალითად 9 აპრილმა ბიძგი მიცა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. 2008 წლის ომი რუსეთ-საქართველოს შორის ეს ძალიან იოლი ფორმა იყო ხელახლა საზოგადოების გასაერთიანებლად, იმიტომ რომ კოლექტიური ტრამვა პირდაპირ გაძლევს გზას კოლექტიური ნაციონალიზმისკენ. რაც აქვს ეს კოლექტიური ტრამვები გაანალიზებული იყო. არა, გაანალიზებაზე არა, აი მაგალითად პუტინმა კოლექტიური ნაციონალიზმი ხوار გვაქვს ისიც რაღაცა ხატებად ქცეული და გაუაზრებელი და გაუანალიზებელი ბოლომდე სინამდვილეში რა მოხდა. არა, ეს კიდე ცალკე ამის ანალიზი კიდე ცალკე სპერო ამ შემთხვევაში მე ექსკურსიის იმას ვაკეთებ. აი მაგალითად ჩეჩნეთის კოლექტიურმა ტრამვამ რუსეთში ვლადიმერ პუტინს მიცა შესაძლებლობა რომ შეექმნა ავტორიტარული ნაციონალიზმი, რაც სახელმწიფოზე იყო მთლიანად დამოკიდებული. აი 2008 წლის შემდეგ ინდივიდუალური ნაციონალიზმი იმ წამსვე გადაფარა კოლექტიურმა ნაციონალიზმმა და ნაციონალურ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო რომ აი ჩვენ რუსეთს ვებრძვით, ამიტომ ინდივიდუალური უფლებების დაცვა არ არის ისეთი პრიორიტეტული როგორც კოლექტიური საერთო მტერთან დაპირისპირება. მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა არის ის რომ ამან ვერ განკურნა ეს ტრამვა და ამიტომ სწორედ ამ ტრამვაზე მოვიდა ქართული ოცნება. თქვენ თუ გახსოვთ რომ რატო ატრიალებენ რომ ომი დავიწყოთ. იმიტომ რომ პატრონული ნაციონალიზმი შემოიტანა ისევ ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ მმართველმა გუნდმა, იგივე ეს რა იყო ჭორვილაში როგორ ზრუნვა, აი რაღაცა პატრონი, რაღაცა ზრუნველი, რაღაცა მამა ხელმწიფე და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ჩვენ მივბრუნდით ეთნოკულტურ ნაციონალიზმთან, თქვენ იცით მისი ხატი როგორ იქნებოდა, რომ აღადგინა ეკლესიები, აღადგინა სხვა ზრუნავს ინტელიგენციაზე, ეს ეთნოკულტურული შენადნობს დაუბრუნდა ისევ, რაც მემკვიდრეობაზე, კულტურის ხალხზე იქ იყო საუბარი, რომ აი რა მოხდაო მერეო ახლობას მოაწყობობა რა იქნება სამსახურში, აი ჩვენ უცბად იმ 9 წლიანი პერიოდიდან იმისავით ცივი წყალივით გვესხმებოდა, რომ რას მოაწყობ ახლობას ხო სამსახურში. ეს იმ წამსვე უარი იყო ინდივიდუალისტურ ნაციონალიზმზე. და შესაბამისად ბოლოს რასაც ხედავდა, რატო ვიძახით და რატო არის საფრთხე იმისი, რომ შეიქმნას პუტინისტური რეჟიმი აქ. ბოლო ეტაპზე ნაციონალიზმმა შეიძინა ის ავტორიტარული სახე, რაც აქვს დღეს რუსეთში. აი ნაციონალიზმი მიდის ავტორიტარული არხში. შესაბამისად ეკლესიაც გამოყენებული არის ავტორიტარული მიზნებით, კულტურაც გამოყენებული არის ავტორიტარული მიზნებით, ქართველობა როგორც აი ეს შენადნობი მთლიანად და წარსული შენადნობი გამოყენებული არის ავტორიტარული მიზნებით. რა გვინდა ახლა ჩვენ? ჩვენ გვინდა რომ დღევანდელ სამყაროში ქართველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის უფლება, რა უნდა რომ იყოს. აი ამის შესაძლებლობა არ ეძლევა. აი ეს არის ტრაგიზმი დღევანდელი მდგომარეობის, რომ აი ეს ავტორიტარული ნაციონალიზმი არ აძლევს ქართველს შესაძლებლობას, რომ შედგეს თანამედროვე ქართველად. ანუ რეალურად თავისუფლებას ართმევს, რაც შეიძლება ითქვას, რომ არა, ქართველად ყოფნის უფლებას ართმევს. ქართველად ყოფნის ნახეთ, მე რა მინდა რომ ვიყო, აი როგორი მინდა რომ ვიყო. ხო, არჩევანს ართმევს და პირდაპირ ხდება ჩამომხობა თავზე ძველი სქემის, რაც ძალიან არასწორია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ვითომ ტრადიციას ვებრძვით. დიდი ბრიტანეთზე ტრადიციული ქვეყანა არ არსებობს. ეხლა წარმოიდგინეთ, სახელმწიფო მეთაური არის რელიგიური ლიდერი. ბრიტანეთში ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელი არის მეფე და დედოფალი, ხო? ამაზე უფრო ტრადიციული რა შეიძლება იყოს, ონკალებს არ აერთიანებენ, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ რიში სუნაკი არ იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, და ბრიტანელს არ ქონდეს არჩევანის უფლება იყოს ისეთი, როგორიც უნდა რომ იყოს. და ჩვენთან ეს ყველაფერი არის აყვანილი ავტორიტარულ იმაში ხარისხში. შესაბამისად, ის შენ აღარ გაძლევს, განსაკუთრებით 2 წლის განმავლობაში, რასაც აკეთებენ, თუნდაც ამ პატრიარქის დაკრძალვის დროს და შემდეგ შენ არ გაქვს უფლება
რომ არ იყო თანამედროვე ქართველი. ანუ წარსულ ეკუმენას, რომელიც პირდაპირ არის ბიზანტიურ რუსული გაერთიანებული ერთმანეთში და ზედ არის დანადნობი, ასე ვთქვათ, საბჭოთა რაღაცნაირი საბჭოთა ეკუმენა, იმიტომ რომ საბჭოთაშიც ეგ იყო საბოლოო ჯამში, სტალინიზმი ეგ არის. ეს არ არის ტროცკიზმი და ეს არ არის ლენინიზმი, ეს არის სტალინიზმი, საბოლოო ჯამში აი ამ მარწუხებში გაქცევენ. ამისგან გათავისუფლება ეს არის ურთულესი, ამიტომ ჩვენ არა მარტო კულტურულ რევოლუციაში ვართ იდენტობის რევოლუციაში, ვართ სახელმწიფოებრივ რევოლუცია, ანუ მთელი ის არის. რომელიც რეალურად არ მომხდარა ამ ქვეყანაში. რეალურად ხდება. ოღონდ ჩვენ მინდა უფრო ჩქარა, თორე ხდება, როგორ არ ხდება. აქამდე არ მომხდარა, როგორც ეგეთ გაანალიზება რაღაცა პროცესების ამის გააგრძელება. ნუ რაღაცნაირად მაინც ხო, ეხლა რომ პოლიციელი რო ჩაგრავს მაგალითად მოქალაქეს, მაინც შესტკივა გული ხალხს, ესე არ არის რომ არ შესტკივა გული და რაღაცა მაინც ხვდება რომ ეს სხვა ქართველია და ეს სხვანაირი ღირსება. ხა მოქალაქე სხვანაირი ღირსებაა დღეს. ხა რას თქვა საბჭოთა დროს ეს ღირსება არ იყო საბჭოთა დროს, ან იყავი ანტიმოქალაქე, ან არ იყავი მოქალაქე. როცა ვსაუბრობთ ჩვენ იდენტობაზე, შეუძლებელია იდენტობა ერთმანეთში არ აერთიანებდეს, ასე ვთქვათ, კულტურასაც, პოლიტიკასაც, ბევრ რამეს აერთიანებს და განსაზღვრავს ხოლმე ეს საერთო იდენტობა მრავალგანზომილებას თითოეული ერის ცხოვრებაში. აი მაგალითად, ჩვენ როცა დიდი საქართველოს, ასე ვთქვათ, მომსწრენი გავხდით დავით აღმაშენებლის ეპოქაში და შემდგომ წლებში, ეს ეპოქა შეიქმნა მანამდე, მათ შორის კულტურული მოღვაწეობით, იმიტომ რომ აი თუნდაც საქართველოს და ქართული იდენტობის განსაზღვრება, მათ შორის ხდება გრიგოლ ხანძთელის შესახებ დაწერილ გიორგი მერჩულოს ნაწარმოებში, ხო, რომ არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელთა შინა ჟამი ყოველი შეიწვის და ლოცვაი ყოველი აღისრულების. ანუ რელიგიური და ენობრივი ერთიანობა მაშინდელი დანაწევრებული სამეფო სამთავროების იყო მთავარი შემადუღებელი და ეს იყო ჩვენი იდენტობა. ილია ჭავჭავაძე იყო ახალ ეპოქაში, აი ახალი ქართული იდენტობის შექმნელი, თუმცა მან არ დაივიწყა, რა თქმა უნდა, წარსული გამოცდილება და ენა, მამული, სარწმუნება ტრიადა ამიტომ შექმნა, თუმცა ილია იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რატომ? იმიტომ რომ ილიამ ეს ყველაფერი გადმოიტანა, თუმცა ამასთან დაურთო იმდროინდელი პროგრესული იდეები, განმანათლებლობის იდეები, ევროპული ყაიდის, ასე ვთქვათ, ცხოვრებისადმი, ფილოსოფიისადმი, მეცნიერებისადმი მიდრეკილება, დაარსა საზოგადოება, დაარსა ბანკი, ანუ მან ფაქტობრივად ითამაშა ხიდის როლი ძველ საქართველოს და ახალ საქართველოს შორის. იგივე როლი სხვათა შორის ითამაშა ზვიად გამსახურდიამ და მირაბ კოსტავამ, იმიტომ რომ მათ არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით ითამაშეს დიდი როლი ჩვენი იდენტობის გაძლიერებაში, არამედ მათ გააბეს ხიდი, ხო? იმიტომ რომ რუსთველოლოგი იყო მაგალითად ზვიად გამსახურდია, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული იდენტობისთვის ნაწარმოების კვლევარი იყო, მირაბ კოსტავაც იყო დაინტერესებული, რა თქმა უნდა და კარგად იყო გაცნობილი ამ წარსულ ქართულ კულტურაში და მათ ხიდი გააბეს თანამედროვე და წარსულ კულტურებს შორის. თანამედროვე ქართული იდენტობა რო შევაჯამოთ, არის ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, შუა საუკუნეების ამ ქართული კულტურული გამოცდილების გაზიარება, თუმცა ეს ქურაში, აი ევროპულ, აი ეს უფრო პროგრესული თანამედროვე კულტურის ქურაში არის ეს ყველაფერი გამოდნობა. იდენტობა არის რაღაც ერთგვარი ჯაჭვი ძალიან ბევრი კომპონენტისა. ერთი შეიძლება იყოს რელიგიური, შეიძლება იყოს კულტურული, შეიძლება იყოს პოლიტიკური და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან საერთოდ როგორც ინდივიდს, ასევე კონკრეტულ ჯგუფებს და ასევე უფრო ამ შემთხვევაში უკვე როდესაც საქართველოზე ვლაპარაკობთ, თავად სახელმწიფოს, რომ ადამიანებმა, ინდივიდუალურმა ჯგუფებმა თავიანთი თავის იდენტიფიცირება მოახდინონ ქართველად. რა შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, ხომ? პოლიტიკური იდენტობა შეიძლება იყოს, როგორც თქვი, რაღაცა დაწურული შედეგი განათლების, კულტურული წარმოდგენების და ამავდროულად საკუთარი თავის განმარტებით იმასთან დაკავშირებით თუ რა ხარ შენ არამხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე გეოგრაფიულად, არამედ მთლიანად მთელ სამყაროში. როდესაც პოლიტიკური იდენტობაზე, საქართველოს პოლიტიკური იდენტობაზე ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოცანა არის ის, რომ არამხოლოდ თქვათ ეთნიკურ დონეზე დავტოვოთ ეს ყველაფერი, არამედ ავხსნათ თუ როგორ არის ყველა საქართველოს მოქალაქე ქართველი, შეიძლება ითქვას, და ამავდროულად რა ინტერესებს ატარებს ქართველობა. რა შეიძლება იყოს ყველა ქართველის ინტერესი საერთო ჯამში და იდენტობას პრინციპში გამომდინარეობს იქიდან თუ რა სენტიმენტს შეიძლება ატარებდე ამავდროულად, იმიტომ რომ იდენტობა მხოლოდ და მხოლოდ ცივი გონებით არ მიიღება, ეს არის კულტურული სულიერი ცნება, რომელსაც ადამიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ქვეყნები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ამავდროულად მარადიულად ამუშავებენ და ანვითარებენ თავის თავს. იდენტობა არის პასუხი კითხვაზე, ვინ ვარ მე და ვინ ვართ ჩვენ. ანუ ეს არის შესაძლებლობა საკუთარი თავი, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე განსაზღვროს სამყაროში. ანუ რა ადგილი გიკავია შენ.
ეს არის ასევე შესაძლებლობა განსაზღვრო ის თუ როგორ გინდა რომ აღიქმებოდე და რეალურად როგორ აღიქვამენ სხვები. საბოლოო ჯამში თანამედროვე საქართველოს, ანუ ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დაიბადა 1991 წლის 9 აპრილს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური იდენტობა დგას ძირითადად ორ რამეზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საბჭოთა სისტემა, ჩვენ დემოკრატიით დავიბადეთ და ვიტყვი ახლა ამას რატომ ვამბობ, იმიტომ რომ მივახციეთ ბრძოლის შედეგად მრავალპარტიულ არჩევნებს და შემდგომ მოსულმა ხელისუფლებამ საზოგადოებას კითხა გინდათ თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა და პასუხი იყო დიახ 99%-ით. ამიტომ თავისუფლების წყურვილი, სურვილი და დემოკრატია არის ის, რითიც დაიბადა ეს სახელმწიფო, ამიტომ პოლიტიკური იდენტობა ჩვენთვის სწორედ ამ ორი რამით არის განსაზღვრული. ახლა მესამე, რაც აუცილებლად მნიშვნელოვანია, ყველა შემთხვევაში პოლიტიკური იდენტობა განისაზღვრება კულტურული იდენტობით. საერთოდ ზღვარი აი ამ ორ შორის არ არის მკაფიო და რთულად განსასხვავებელია, რატომ? ნახეთ, დემოკრატია არის ღირებულებათა სისტემა, რომლის გამოც და რომლის დაცვის გამოც ვართ ჩვენ ევროპული კულტურა, ევროპული საზოგადოება და ევროპული ტიპის სახელმწიფო. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ აუცილებლად წარმატება მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ კი კულტურულ-ცივილიზაციური იდენტობა და პოლიტიკურ-ეკონომიკური იდენტობა ერთმანეთს ემთხვევა. და ამის ნათელი მაგალითი არის ევროკავშირი. ევროკავშირი არის სახელმწიფოთა ზესისტემა, რომელიც დგას სწორედ კულტურულ-ცივილიზაციურ ერთობასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ერთობლივ გადაწყვეტილებებზე. ქართველობა და ქართული იდენტობა ცოტა სხვა რაღაც არის. ანუ იდენტობა ხო ის არის, ჩვენ როგორ გვესმის ჩვენი თავი ვინ ვართ. მაგრამ მეორე ამბავია, სხვები როგორ გვიყურებენ, ჩვენ ის ვართ თუ არა, მათი აზრით ვის, რადგან ჩვენ თავს ვასაღებთ, რა ჩვენი თავი გვგონია. შეიძლება ვიღაცისთვის უსამშობლო იყო, ესე მოგიხსენიებდეს, მაგრამ შენ გულის სიღრმეში სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ხარ ქართველი და გრძნობ ამ ქართველობას, ხო? და აი ეგეც საინტერესო არის ჩემთვის, რომ ეს რაღაც იდენტობით ქართველი შეიძლება ყველა იყოს, მაგრამ აღიარებული ვიღაცისთვის არ იყოს ასეთი ტიპის ქართველობა და სწორი იყოს სხვა ტიპის ქართველობა. და ეს ქართული იდენტობაც ან ქართველობაც რაღაცა ესეთი цариელი სიტყვა არის, რომლის მნიშვნელობები შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა და სულ ბრძოლაა, ხო, როგორც ძალიან ბევრი სხვა ერის შემთხვევაში, იმის შინაარსის განსაზღვრად რა არის ჭეშმარიტი ქართველობა, ასე ვთქვათ და როდის ხარ ჭეშმარიტი ქართველი. და ნუ აი ეს სხვადასხვა კვლევაში ხომ რაღაც სულ მიწევს ხოლმე როგორც სოციოლოგს გაცნობა სხვა კვლევებთან, სულ ხაზგასმული არის რამდენიმე ელემენტი. აი მაგალითად ისო ქართულად ლაპარაკობ და იცოდე ქართული ენა და ლაპარაკი შეგეძლოს ქართულად, ითვლება ერთ-ერთ გადამწყვეტ, ასე ვთქვათ, ფაქტორად იმისა, რომ ადამიანი ჩაითვალოს ქართველად. საქართველოში რო იყო დაბადებული, ეს დანიშნულად მიიჩნევა კვლევების მიხედვით. ამ საზოგადოება ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი არის. და რაღაც შემთხვევებში ის რომ მართლმადიდებელი ქართველი უნდა იყოს და მაშინ ხარ ქართველი, ეს გაგება. მაგრამ ესეთი ტიპის გაგებები გარიყავს ვიღაცა ადამიანებს, ვინც მაგალითად არ არიან მართლმადიდებლები, მაგალითად მუსლიმებს, ხო, აი მაგალითად აჭარლების ძალიან დიდ ნაწილს, რომლებიც ასევე მიიჩნევენ საკუთარ თავს ქართველებად, ხო? ან შეიძლება ქისტებს, ან ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც რაღაც რამდენიმე საუკუნეა ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მიაღწიეს იმას, რომ რაღაც აი ქართული ერთობის ნაწილად ჩაითვალონ და იდენტობაც ცოტა ისეთი აქვს, ხო, რაღაც მრავალშრიანი. ლოკალური ადგილობრივი იდენტობა უფრო მეტად აქვს, რომ აი რაღაცა მე ის ვარ, ხო, ქისტი ვარ მაგალითად, ან აჭარელი ვარ და მე ქართველი და მე ევროპელი ვთქვათ. ან რაღაცა ასეთი. ხო, შეიძლება არც ვარ ევროპელი იმის გამო, რომ იქ რაღაცა მუსლიმი ვარ და არ მეკუთვნის რომ ვიყო, ხო? და ეს იდენტობაც საკმაოდ პრობლემური ხდება ბევრი ჯგუფისთვის საქართველოში, იმიტომ რომ რაც მიჩნეულია, რომ აი ჭეშმარიტი ქართველი როგორიც უნდა იყოს, ყველა შეიძლება აი ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდეს და ამიტომ თავსაც ვერ აძლევს უფლებას, რომ თავი იგრძნოს ქართველად. და მეორე გაგებით ქართველობა ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე, პატივცემდე ადგილობრივ თქვა კანონებს, რა ვიცი, სახელმწიფოებრივი პრინციპში კონსტიტუციურად განსაზღვრული უფლება, ხო? და ეს გაგება ქართველობის, ხო? ეს გაგება უფრო ნაკლები არის, ნუ გამოკითხულთა შორის ყოველთვის უფრო
მცირე ჯგუფი აყენებს ამას თავარ, ასე ვთქვათ, კრიტერიუმებად ქართველობის და ეს ხაწლების მანძილზე კი იცვლება ეს სურათი ცოტ-ცოტა, მაგრამ მაინც ვთქვათ, რაღაცები რჩება სტაბილური. მათ შორის მაგალითად სტაბილური არის კიდევ საინტერესო ღირებულებები, როგორც არის სტუმართმოყვარეობა, რომ აი ქართველობა ნიშნავს სტუმართმოყვარეობას, ქართველობა ნიშნავს საკუთარი ტრადიციის პატივისცემას, ქართველობა ნიშნავს რაღაც ახლობლის გვერდში დგომას, ხო? ერთმანეთის გატანას, იუმორის გრძნობის ქონას, სხვა ტიპის კითხვების დასმისას ადამიანები სხვა პასუხს იძლევიან. ესეთ ფორმალური გამოკითხვების დროს ყოველთვის ცდილობენ წინ წამოწიონ ყველაზე უსაფრთხო ნარატივი, რომ ეს ქართველობა და ეს მოდის ეს ხმამაღალი ღირებულებები, ენამამული სარწმუნოება, ენა მართლა ითვლება და არის კიდეც სტუდენტობის ნაწილი, მაგრამ აი თუნდაც სარწმუნოება რო არ დასახელებული, როგორც სტუდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკერი. რეალურად იგივე ადამიანებს, როცა კითხვებს უსვამენ, რომ ეკლესიაში რამდენად ხშირად დადიხარ ყოველდღიურობაში, რელიგიურ პრაქტიკებში რამდენად ხარ ჩართული, ამბობენ რომ არ ვართ. მაგრამ ვართ ქართველები, თავგზნობ ქართველებად და ვამბობთ რომ ქართველობისთვის მნიშვნელოვანია იყო რელიგიური, მაგრამ თან არ ხარ რელიგიურობაში ჩართული. ხო და ამიტომ მე ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე თუ სხვა მიდგომით შევხედავ, ჩანს რომ აი უფრო ესეთი წვრილმანი კონკრეტული ღირებულებები, როგორც არის სტუმართმოყვარეობა, რაღაცა შეიძლება იყოს გარკვეული, ვიცი მე, ადგილების სიყვარული, შენს გარშემო რაც არის, რა ვიცი მე, შეიძლება იყოს ვიღაცისთვის საკუთარი სოფელი, საკუთარი ქალაქი ან რაღაცა კონკრეტული ძეგლები და შეიძლება კონკრეტული ავტორები ან რაღაცა ასეთი, აი შეიძლება ეს იყოს მე მათთვის ამის სიყვარული შეადგენს ქართველობის იდენტობას. მაგრამ თან ძალიან ექსკლუზიური არის ეს იდენტობა, ვინც ისე არ ფიქრობს როგორც შენ ფიქრობ, გამოდის რომ ის იმის მიღმა რჩება ყოველთვის. იქნება სხვა ეთნიკური ჯგუფი, იქნებიან სხვანაირად მოაზროვნე ქართველები, რომლებიც რაღაცებს აპროტესტებენ და ამიტომ უსამშობლოები ხდებიან ავტომატურად და საქართველოს ერთ-ერთი პრობლემური რაც არის მე მგონი დღესდღეობით არის რომ თუ ჩვენ გგონია რომ ეს არის სწორი, მარტო ეს არის სწორი. ანუ თითქმის ყველა მხარე ეგრე ფიქრობს. მე მგონი აი ეს უფრო ინკლუზიური რო გახდეს ქართული იდენტო და ყველას რო ეთქმოდეს საკუთარი სიტყვა, აი ეს სულ გვაკლია. ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში. 1918-21 წლებში საქართველოს შეძლო და შექმნა აბსოლუტურად ევროპული დასავლური ყაიდის სახელმწიფოებრიობა. ეს მოხდა ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე და პოლიტიკური კლასი, რომელიც მაშინდელი საქართველოში არსებობდა, შეიძლება დაპირისპირებული ყოფილიყო ერთმანეთთან, მაგრამ აი ამ ფუნდამენტურ საკითხში ისინი თანხმდებოდნენ. ქალთა უფლებები, უმცირესობის უფლებები, ის რომ მათ შორის კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი მოწინავე იმ დროისთვის, ეს ყველაფერი გამოძახილი იყო იმის, რომ ქართული იდენტობა მათ შორის პოლიტიკური კუთხით არის ტოლერანტული. და როცა ვსაუბრობთ ჩვენ ტოლერანტულ კულტურაზე, ეს ჩანდა ჩვენს წარსულ ისტორიაში, როგორც იგივე დავით ამაშვილის ეპოქაზე, როცა ვსაუბრობთ მისი დამოუკიდებულება თუნდაც თბილისში განსხვავებული რელიგიური ეთნიკური ჯგუფების მიმართ და 1918-21 წლებში ეს კულტურული გამოცდილება გაზიარებული იქნა და თან დაერთო განმანათლებლობის და პროგრესულის ევროპული მოწინავე იდეები. და რაც შეეხება 90-იან წლებს, აქაც, როდესაც საქართველოში ხელმეორედ მოხდა სახელმწიფოებრიობის აღორძინება მე-20 საუკუნეში, საერთოდ არ იყო კუთხის ნიშნები, დემოკრატიული უნდა ყოფილიყო ქართული რესპუბლიკა თუ არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ ქართული იდენტობა გახლავთ აბსოლუტურად აი ამ პოლიტიკური თვალსაზრისით ტოლერანტული, არის პლურალისტური და არის დემოკრატიული ბუნების მქონე, მათ შორის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაც არის ხოლმე ყოველთვის ბუნებრივად პროდასავლური. ჩვენ ვერ გავხსენებთ ვერც ერთ დიდ სახელმწიფო მოღვაწეს ქართველს, რომელსაც ეს გაცხადებული კურსი არ ქონდა ნებისმიერ ეპოქაში. და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ევროპულ აი ამ კულტურასთან ნათესაობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეებშიც კი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე იყო მაგალითად თავის დროზე რომის იმპერიაც, ხო? და რომის იმპერიასთან თანამშრომლობით ჩვენმა სახელმწიფომ საკმაოდ დიდ სიძლიერეს მიაღწია. ამის შემდგომ ჩვენ ჯვაროსნების ეპიზოდი ვიცით დავით ამაშვილთან მიმართებაში და დღესაც თუ ვინმე ფინანსური, სამხედრო და ნებისმიერი კუთხით დახმარება გაგვიწია, არიან ჩვენი ევროპელი ბუნებრივი და დასავლური ამერიკელი პარტნიორები. ქართული იდენტობა შეიძლება ითქვას ევროპულია, იმიტომ რომ თუ თქვათ რამდენიმე ერთ-ერთ განსაზღვრებას ევროპისა ავიღებთ, მაგალითად პოლ ვალერის განსაზღვრებას, ეს არის ის, რომ ევროპა არის ქრისტიანობა და ქართული ტრადიცია და ტრადიციულად საქართველოს არის ქრისტიანული სამყაროს ნაწილი. ერთიანი საქართველოს იდეა, როდესაც შეიქმნა, სწორედაც რომ ბიზანტიურ არჩევანზე იყო მიმართული და ახლაც, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თუნდაც დამოუკიდებლობაზე იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ვართ, ერთადერთი ვარიანტი, სადაც შენ გაღიარებენ, სადაც შენ პატივს გცემენ, სადაც შენ ნამდვილ სუვერენიტეტს
განიხილავენ როგორც ღირსების საკითხს, ეს შეიძლება იყოს ევროპული ოჯახი და ჩვენ ვართ და ერთი რაღაცა არის, რომ თუ გინდა რომ ევროპული იდენტობის ნაწილი იყო, შენ უნდა იმუშაო, როგორც ყოველდღიურად და მუდმივად მუშაობენ თავად ევროპის ქვეყნები იმაზე, რომ დაამტკიცონ, რომ ევროპულები არიან. თავისთავად იდენტობა არ არის ერთი, შესაძლებელია ერთი და იმავე დროს, როგორც ინდივიდი, ასევე საზოგადოება მრავალი იდენტობის ნაწილი იყოს. ამიტომ ეროვნული იდენტობა არ გამორიცხავს, რომ შენ თავს მიაკუთვნებდე უფრო დიდ ერთობას, როგორც არის ცივილიზაცია. დასავლური ცივილიზაცია არის ის სივრცე, რომელსაც ქართული სახელმწიფო, ქართველი ერი მიაკუთვნებს საკუთარ თავს და ამას აქვს ძალიან ბევრი წინაპირობა ისტორიული, რამდენიმე მათგანს გავამახვილებ ყურადღებას. ერთი არის მაგალითად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და სპეციალურად ვამბობ არა გავრცელებას, არამედ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, რადგან ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პოლიტიკურ იდენტობაზე და კულტურული თვალსაზრისით თუ კი ეს თავისთავად მოხდა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა უკვე მზად იყო იმისათვის, რომ ქრისტე მიეღო როგორც უმაღლესი ღირებულება, სახელმწიფო დონეზე, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, ეს იყო განაცხადი, რომ ჩვენ საკუთარ თავს მოვიაზრებთ სწორედ იმ სივრცეში, რომლის საფუძველზეც მერე დასავლეთი ჩამოყალიბდა, ევროკავშირი ჩამოყალიბდა, რომელიც არის ჩვენი ოჯახი. ერთი მხრივ არის შენი თავი რა გონია, მეორე მხრივ არის რომელიც ჯგუფის წევრი გონია შენი თავი, ხო? ანუ იდენტობაზე რო ვსაუბრობთ, არის ის, რომ აი მე ვარ სიტყვაზე ქართველი, ესე იგი მე მივაკუთვნებ ქართველებს, ხო? თუ მე ვამბობ, რომ ვარ მთაწმინდელი, მაშინ მე მივაკუთვნებ ჩემ თავს რაღაცა მთაწმინდელთა ჯგუფს, ხამბაშიძეებს, კონკრეტულად ამ ქუჩის მაცხოვრებლებს და ასე შემდეგ. და აი ვთქვათ, კარგი მაგალითი არის 90-იანების დაკვირვება ამ იდენტობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ან უბრალოდ იდენტობა როგორ მუშაობს, ხო? მეთოდებზე ვსაუბრობდით, როგორ ყალიბდება იდენტობა და სასახად განათლება არის ამის ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური საშუალება. განათლება ფართო გაგებით, ანუ თუ მაგალითად სახელმწიფოს აქვს განათლების სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს რაღაც სკოლები არსებობდეს ყველგან და თანასწორ რაღაც ერთნაირ განათლებას გადასცემდეს დიდ ჯგუფსაც ძერი ქვია, მაშინ ამ ერს უყალიბდება საკუთარი თავის განცდა, ხო, როგორც ერის. და ყველა ქართულს ნებისმიერ რეგიონში, იმიტომ რომ ერთენაზე აქვს ნასწავლი ის შინაარსები, მაგალითად ისტორია იქნება ეს ღირებულებები, შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიცირება ამ საფუძველზე, რომ ჩვენ ერთი ერის წარმომადგენლები ვართ. თუ ეს სისტემა არ არის, მაშინ განათლება სხვა წყაროებით მიიღება და მაშინ იდენტობაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რა წყაროები არის ეს, ხო? 90-იანებს რატო ვასახელებ? 90-იანებში მაგალითად აი რომ დავსვათ შეკითხვა, ეროვნული იდენტობა სად იყო, ხო? იმიტომ რომ რეგიონებს შორის კავშირი არ იყო, თუ იყო ხშირად მტრულიც იყო ხოლმე, ხო? თქვათ ხა რომ შეადარო სამეგრელოს რა გამოცდილებაც აქვს, მაგალითად თბილისი, როგორ იქცეოდა სამეგრელოში, ვერ ვიტყვით რომ ეს რაღაცა ერთიან ერს შეეფერებოდა, ხო? ანუ დღემდე ეს წენა ძალიან ჩარჩენილი არის, ხო? აჭარაში პასპორტით გადაადგილდებოდი, სვანეთში ვერ ადიოდი უბრალოდ ფიზიკურად ხომ ექსკურსიებზე, მცხეთის იქით ნამყოფი არ ვარ ფაქტიურად, იმიტომ რომ უბრალოდ საშიში იყო გადაადგილება საკუთარ ტერიტორიაზე ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ იქ ვინც მე დამხვდებოდა, არ მომექცეოდა მე როგორც ქართველს, მომექცეოდა როგორც თბილისელს კონკრეტულად, ხო? და თბილისშიც კი, როცა ვამბობთ, რომ თბილისელი ვარ, წესი და რიგით ხო იდენტობა მსგავსობას ნიშნავს და რაღაცას უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ჩვენ ერთმანეთს მტრები არა ვართ. მაგალითად, თბილისშიც კი უბანი განსაზღვრავდა, ვინ იყავი და უბანში ქუჩა, ანუ ერთ უბანში ცხოვრების სხვადასხვა ქუჩის მაცხოვრებლები ერთმანეთს ემტერებოდნენ, ხო? და ნუ სხვა უბანზე საუბარი ზედმეტია. და რატო, ხო? იმიტომ რომ ეს ცოდნა თუ ვინ ხარ და მათ შორის უსაფრთხოებაც იყო განპირობებული შენი უშუალო საყოფაცხოვრებო პირობებით და იმ ხალხით, ვისთანაც ჰქონდა უშუალო შეხება. ანუ მაგალითად უბანი გიცავდა შენ, ანუ ქუჩა გიცავდა შენ და ეს მნიშვნელოვანი იყო ადამიანისთვის ცოდნა იმის თუ აი ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა თუ არა. და ეს ამბები ამ ქუჩის შესახებ, მაგალითად, ითხრობოდა განათლების სისტემა თუ სახელმწიფოს აქვს, ბირჟა აქვს ქუჩას, ხო? ანუ აი როგორ იქცევით ვაკელები არ ახართ ბიჭებო, აი რაღაცა ეს ამბავი არის და იქ აი ეს უფროსი თაობა ყვებოდა რას ნიშნავს იყო ვაკელი, მაგალითად ან თაწმინდელი, ან თქვა გლდანელი და ასე შემდეგ. ანუ ეგ ცენტრები იყო, საიდანაც ადამიანი გებულობდა როგორ უნდა მოიქცეს საერთოდ. და რამ განაპირობა ვთქვათ ამ ცენტრების გაძლიერება, ის რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არ იყო და იყო სუსტი? კი, სახელმწიფოს მოშლა ცალსახად, იმიტომ რომ ის საშუალებები, როგორც ვამბობ, განათლების სისტემის გარდა სახელმწიფო სხვა რესურსი არ გააჩნია. ანუ ორი ითვლება ახლა ნაციონალიზმის თეორიებში, არის მასმედია და განათლების სისტემა, ხო, რომლითაც ცელდება ამბავი ერთიანი ერის შესახებ.
და არც ერთი არ იყო ხო ჩვენ დროს შოქი არ იყო ტელევიზორში არავინ არ გიყვებოდა რა დღეს რასაც ადამიანის ყური უბრალოდ მიჩეული არის რომ აი რაღაცა ბათუმის ამბები როგორც შენი საშინაო ამბები მაგალითად ხო და ჩვენ ამბებს გებულობდით ხოლმე მართლა უბნის იქით არაფერს რაღაცას ჭორად თუ გაიგებდი ხო ნაცისავი მოგიყვება და ამიტომაც ძალიან დაპატარავდა ეს ქართველი ანუ იდენტობები ასე ვთქვა და თუ ესეთი მაგალითი არის ანუ აი ჩხუბების დროს ვისაც ახსოვდა საქართველოს შესახებ ამბავი იყო უფროსი თაობა რომელიც ყვიროდა ხოლმე ამ ძალიან ცნობილ ფრაზას რომელიც ფაქტობრივად ყველა ჩხუბში ჟღერდებოდა ხო ქართველები არ ახართ რატომ აკეთებთ ამას ხო რაც ძნელი წარმოსადგენია მძლავრ ეროვნული იდენტობის პირობებში რომ ვინმეს ამის შეხსენება საერთოდ სჭირდებოდეს ხო ანუ გერმანიაში ვერ გაიგებთ რომ გერმანელები არ ახართ მე რა როის ბერლინელები ხართ ხო და ეს დორტმუნდელი ამიტომ ეს შეხსენება რომ საერთოდ საჭირო ხდება რომ თქვენ ქართველები ხართ ამიტომ ერთმანეთი არ უნდა ხოცოთ ნიშნავს რომ უბრალოდ მართლა ძალიან გაუფასურებული რა არ არსებობდა მოშლილი იყო საერთოდ ხო და ანუ საიდანაც იწყება ეს როცა საუბრობთ ან ორი ეპოქა შეგიძლია დაასახელოს სადაც ეს ქართული იდენტობა პრინციპში იწყებს ჩამოყალიბებას ერთი არის თერგდალეულების და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა კონკრეტულად რომელიც აი ნინამ როგორც აღნიშნა რომ ეს ლოკალური მაგალითად რომ რაცაც მამული ქვია ხო ეს რაღაც რეგიონალური მიკუთვნებულობა მან აქცია ეროვნულად ხო მარტო იმით რომ სიტყვა მამულს შეუცვალა მნიშვნელობა ანუ უშუალოდ მაგ ადამიანმა შეუცვალა ამ სიტყვას მნიშვნელობა და ხალხსა დაეხსნა ხალხისთვის რომ შენ რასაც მამულს ეძახი ეს მხოლოდ შენი შთამომავლობით დატოვებული მიწა არ არის და მხოლოდ მასზე არ უნდა იზრუნო არამედ მამული არის ყველაფერი რასაც საქართველოს ეწოდება ხო და დიდი დრო დაჭირდა სანამ ხო ანუ მამული და სხვანაირად ვერ უხსნიდა რომ მაგალითად გურულ ადამიანს ასევე უნდა ენერგიულა იმაზე რაც ხდება კახეთში ხო იმიტომ რომ თვითონ არაერთ სტატიაში უწერია რომ მე საქართველოში ქართულს ვერ ვხედავ მგონი ზოგიერთი რამ ქვია ასე სტატიას სადაც ის აღწერს რომ საქართველოს შენ შეგიძლია ნახო გურული იმერელი კახელი მაგრამ ქართულს ვერ ნახულობ და მე ამბობს რომ აი საფრანგეთში მაგალითად შეიძლება შეგნით ვიღაცამ გითხრას რომ მე მარსელიდან ვარ მაგრამ გარეთ გეტყვის აუცილებლად რომ ფრანგი ვარ და საქართველოში ეგრე არ არის რა იმიტომ რომ ძალიან განცალკევებულად ადამიანს ესმის საკუთარი თავი რეგიონიდან ან საცხოვრებელი რაღაცა უშუალო დასახლებიდან ანუ შეიძლება ითქვას რომ იმ საუკუნეშიც იყო გარკვეულწილად მოშლილი სახელმწიფოების ინსტიტუცია და შესაბამისად ამან გამოიწვია ეს ანუ რუსეთის იმპერიის ქვეშ გუბერნია ყოფნა. ეს რთული ისტორია არის მე-19 საუკუნის, მაგრამ კი ცალსახად ილია ჭავჭავაძე რომ ამ პრობლემას უყურებს და ცდილობს მის მოგვარებას, ნიშნავს რომ იმ პერიოდისთვის არავინ ამაზე არ ზრუნავდა, ხო? ანუ და თუ გავითვალისწინებთ რითი აკეთებს ის ამას, ორივე რაც დავასახელე ეგ არის, ხო? განათლების სისტემა, ანუ კეწერა კითხვის გამოცდილებელი საზოგადოება და გაზეთები, რა, რომელსაც ის აქტიურად ბეჭდავს და სხვათა შორის აგებულებითაც ეგეთი არის ხოლმე, რომ რაც ივერიაში წერია, რომ პატარა რასაც დაიჯესტებს რო ეძახთ, ხო? რაც პატარა ინფორმაცია რომ გურიაში გაიხსნა ახალი თეატრი, მეტი არაფერი და თბილისელი კითხულობს და ამბობს რომ რატო გებულობ მე გურიის ამბებს, იმიტომ რომ ჩემია გურიაც რა. და ეს მე საბჭოთა კავშირმა აბსოლუტურად სხვანაირი იდენტობა ჩამოაყალიბა და მან იყო, მაგრამ ამოცანა არ ყოფილა არასდროს ეროვნულობის წახალისება. ამოცანა იყო ну თავიდან შეიძლება თქვათ რაღაცა უკლასო ადამიანის ჩამოყალიბება, საბჭოთა მოქალაქის ჩამოყალიბება, იდეოლოგიზირებული მოქალაქის ჩამოყალიბება, მაგრამ არა ქართველის კონკრეტულად, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი იდენტობა საბჭოთა კავშირში პარალელურად მიდიოდა, მაგალითად, რაც უნდა ეცადა საბჭოთა კავშირს, მაგალითად, ენის საკითხი ვერაფერ ვერ გაუკეთა, ხო? ანუ 78-ში ზოგ იმპულსი ჩდება, რომ კი მე ქართველი ვარ, ხო? ეხლა ჩემთვის შეიძლება ძალიან საყვარელი მაგალითი არ იყოს, მაგრამ სტალინზე გაბრაზებული ქართველები, როცა გამოვიდნენ ქუჩაში და თქვეს, რომ ანუ ნუ გმობთ მის კულტს, ესეც ეროვნული საკითხი იყო, ხო? რომ ის ქართველია და როგორც ქართველები გავბრაზდით, ანუ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წავიდნენ, წარმოიდგინეთ, აი ამ იმპულსის გამო, რასაც ქართველობა ეწოდება. მაგრამ ცდილობების მიუხედავად, მაინც რაღაცა ტიპის ქართველი ჩამოყალიბდა, რომელიც უფრო საბჭოთა ქართულს ასეც ვეძახით ჩვენ, ძალიან სპეციფიური და შეგვიძლია მე ის წავწეროთ. მაგრამ ნუ ალბათ ყველაზე კარგი აღწერა არის არამოქალაქე რა, ანუ ეს შეგვიძლია დავარქვათ. ანუ აი მოქალაქეობის გაგება მაგ ადამიანს არ ქონდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს ოპოზიციაში უდგას, ოღონდ სახელმწიფოს ზოგადად, ანუ ის ფიქრობს, რომ სახელმწიფო მისი არ არის, ანუ ქართველი ორმაგად, იმიტომ რომ რუსის არის საბჭოთა კავშირი და რაღაცნაირად აი სახელმწიფოს თუ პარავეს ეგი სწორად იქცევი დამოკიდებულება ჩდება. ხა მაგ ეგეთი ერი ერთი მხრივ ჩვენს ეროვნულ ტრადიციას გამორიცხავს, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე რაც ამბობს არის, რომ პირიქით სახელმწიფოსთვის რაღაცის კეთება არის მოღვაწეობა, რასაც ქვია და ეგეთი უნდა იყოს ნამდვილი მოქალაქე საქართველოს და ერი უნდა იყოს ისეთი, რომელიც იღწვის, რომ რაღაცა გააუმჯობესოს ყველასთვის და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
და უცებ შენ გეუბნებიან რომ არა შენ თავს უნდა მიხედო და სხვის საქმეში არ უნდა ჩაერი რაღაცა პატარა კაცი ხარ მაგალითად ეგეც იდენტობის ნაწილია რომ იქ სადღაც რაღაცები წყდება ჩვენ შემთხვევაში ჯერ ცეკაში ჩვენთან და მე კიდე იქ მოსკოვში ხო ამიტომ შენ აფერი არ გეხება შენ აფერი არ უნდა აკეთო სხვის საქმე შენი საქმე არ არის და კარი თუ გამოიკეთე სახში უნდა იყო კარგად რა როგორ გაჩნდა ფული სახში კორუფცია იყო თუ რა შენ ხო არ გპარავ რა სახელმწიფოს პარავ და იმის გაგება რომ ეს ფულიც ჩემია ეხლა დღესაც ძალიან აქტუალური არის არ არსებობდა ხო და 90-იანებმა საერთოდ დაანგრია ყველაფერი და შემდეგ უკვე 2000-იან ვარდების რევოლუციიდან რეალურად იწყება ახალი გაგება ზოგადად სახელმწიფოებრიობის რა იმიტომ რომ დაკვეთა თუ რა ვიცი ჩამოყალიბ კონტურები იმის თუ რა არის სახელმწიფო რას უნდა აკეთებდეს რას ნიშნავს სახელმწიფოს სერვისი რატომ უნდა აკეთებდეს ის იმას რაც უნდა აკეთებდეს და მოქალაქეს რა ადგილი უკავია მოდი ესე ვთქვათ ჩარჩო შეიქმნა და ბევრი მიმართულებით კარგადაც შეიქმნა რა ახლა კლიენტ შეფასებას აქ არ გავაკეთებ ზოგადად ხო იმ პერიოდის თუმცა ის რომ სახელმწიფოებრიობა ჩამოყალიბდა ცხადყოფს რომ რეგიონები გაიხსნა თანასწორობის განცდა გაჩნდა თანასწორობის გარეშე ერი არსებობს ხო იმიტომ რომ მაშინ გაქვს რაღაცა феодალური სახელმწიფო სადაც რაღაც კლასებად არის დაყოფილი და კლასებად დაყოფილი ერი ცოტა რთულად წარმოსადგენია იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა უფლებები აქვს მაგალითად ანუ ეროვნულობის თანამედროვე გაგება უცებად გულისხმობს რაღაცის მიმართ თანასწორობა რაც არის კანონი ხო რასაც ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვეძახით და მაგალითად ის რომ ისევ რაღაცა ეროვნული გამოცდებით მოგვარდა საკითხი რომ თქვა არავინ არ იჩაგრებოდა გამოცდებზე მოხვედრის დროს ხო სერვისები ყოველთვის ხელმისაწვდომი გახდა ის რაც ადრე ფულით უნდა გეყიდა და მდიდრები შეულობდნენ უკეთესად ყოველთვის გახდა ხელმისაწვდომი ქუთაისის აეროპორტმა შესაძლებელი გახადა რომ ყველას ემგზავრა იმიტომ რომ ბილეთი ჩვენ დროს ძალიან ძვირი ყიდა ხო ამიტომ ნელა ის რაღაცა თანასწორობის იდეა გაჩნდა ვინც ამ იდენტობას უნდა ავრცელებდეს სახელმწიფოს იმიტომ რომ ამას უყვება ჭირდება სინამდვილეში რა ანუ სახელმწიფოს პასუხისგებლობამდე მივდივართ მაინც სახელმწიფოს პასუხისგებლობა იყო და მე ვფიქრობ რომ ის ადამიანები რომლებიც დღეს ძალაუფლებას ფლობენ მათ უბრალოდ არ ესმით რა არის სახელმწიფო თანამედროვე გაგებით და არ ესმით რა არის ერი და ოსპაში წარმოდგენა ამერის შესახებ ნინო მახსენა რომ ბევრ რაღაცა შეიძლება ღირებულებით ვამბობდეთ ხო და გჯეროდეს რომ გჯერა იმისაც ვამბობთ მაგრამ მოქმედებაში ის ვინც ყველაზე დიდი მაგალითი უნდა იყოს თქვათ ეროვნული ცნობიერების მიხედვით მოქმედების ამის აპირისპიროთ მოქმედებს ხო ხა ჩვენ ღირებულებებზე ვისაუბრეთ რაღაცა ვაჟკაცობა თავდადება სტუმართმოყვარეობა ყველა ეს ღირებულება აბსოლუტურად გვერდზე არის დღეს გადადებული სახელმწიფო დონეზე. ანუ სახელმწიფო არ მოქმედებს არც ერთი ღირებულებით, რაცაც ქართულობა შეიძლება დავარქვათ, ხო? არსები, ანუ ღირსების გაგება სიტყვაზე, როგორც შენ უნდა იქცეოდე ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ეგ არ არსებობს, ხო? ანუ ეს ეროვნული ღირსება, როგორც ასეთი, რა ვიცი, ცნების დონეზეც აღარ არის ქვეყანაში და მისი ადგილი დაიკავა რაღაცა პრაგმატიზმა პოლიტიკაში და ფეოდალიზმა სახელმწიფო მოწყობაში. შეუძლებელია კონსერვატორი და ნაციონალისტი და ზოგადად აბსოლუტურად ქართული იდენტობაზე პრეტენზიის მქონე იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის რუსეთთან კოლაბორაციაში მხილებული. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ქრისტიანობა ჯერ ისეთი არის აბსოლუტურად განსხვავებული ამ ქართული ქრისტიანული აღქმებისგან. არასოდეს არ ყოფილა ისეთი ტოლერანტული, პლურალისტური რუსული საზოგადოება, მათ შორის სასულიერო კულტურა, როგორც იყო მისი სინამდვილეში ქართული ანალოგი, ხო? ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ თუ ვისგან გვეკმუქრება საფრთხე ბოლო საუკუნეების მანძილზე გვეკმუქრება რუსეთისგან. ივანე ჯავახიშვილს უწერია ძალიან მარტივად რომ არც ერთ სხვა დამპყრობელს მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა არ შეუქმნა ისეთი ეგზისტენციალური საფრთხე ქართული ეკლესიისთვის მათ შორის პირველში როგორც შექმნა რუსეთმა ხო ავტოკეფალიის გაუქმებაც მანამდე არ მოხდა რა ეს მოხდა რუსების ამ დაპყრობითი ასე ვთქვათ ოპერაციების დროს ქართულ ენას საფრთხე ემუქრებოდა ნებისმიერი იმპერიული ფორმაციის პირობებში რუსეთის ხო იანოვსკის ანტიქართული პოლიტიკა გვახსოვს და ქართულ ენის წინამდე გდევნა გვახსოვს 1978 წელი გვახსოვს ანუ ყოველთვის თავარი იდენტობის ღერძები რაც არის საუკუნეების მანძილზე ქართული ეს იქნება ქართული ენა ეს იქნება ქართული ეკლესია თუნდაც იქნება ეს ქართული სულიერება ქართული სახელმწიფოებრიობა ყველაფერი ამის წინამდე იმისთვის რუსეთი ამიტომ ყველა ეს ადამიანი უმცამოს რომ რაიმე ტიპის ჩვენ თუნდაც იდენტობის კუთხით კავშირი გვაქვს რუსეთთან არის აბსოლუტურად ტყუილს სიზრუეზე აგებული ეს ნარატივი და სინამდვილეში ყველაფერი არის განსხვავებული ამ შემთხვევაში და ჩვენ ბევრად უფრო ვენათესავებით დასავლურ ქრისტიანულ აღქმებს ამ თვალსაზრისით უფრო მეტ თავისუფლებას ვიდრე რუსეთის აი ამ აღქმას ხო იმიტომ რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ რა თქმა უნდა მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ თუმცა ეს რუსული მართლმადიდებლობა არის იმპერიალისტური და მათ ყოველთვის თავიდანვე ქონდათ ეს რელიგია გამოყენებული როგორც იმპერიალიზმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და არა როგორც თავისთავად ქრისტიანული რეალურად სარწმუნოება და კულტურა ჩვენს იდენტობას პირველ რიგში უქმნის საფრთხეს ის აზრი, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული, რომ
საქართველო არის რაღაცა ერთი კონკრეტული კულტურულ, ეთნიკური ნიადაგზე წარმოშობილი ერთობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველები შეიძლება იყვნენ ქართველები და არა ის, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოს ნაწილია, შეიძლება თავის იდენტიფიკაციას აკეთებდეს საქართველოს სახელმწიფოსთან და ქართველობასთან და რეალურად ეგრეთ წოდებული ურაპატრიოტები შეიძლება ითქვას, ნაციონალისტები, რომლებიც ვერ ხვდებიან იმას, რომ მაგალითად მხარგრძელები იქნებიან, ან თუნდაც ზაქარია ფალიაშვილი, რომელიც კათოლიკე იყო და სხვა ჩვენი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, მაინც და მაინც არ ჯდებიან იმ კულტურულ და ვთქვათ რელიგიურ ნარატივში, რომლითაც ისინი განსაზღვრავენ ქართველობას და ქართულ იდენტობას. ქართველობა და ქართული იდენტობა ბევრად უფრო დიდია და დღეს უკვე მის იდენტობას დაემატა ასევე ევროპელობა. პოლიტიკურ ინსტრუმენტად იდენტობაზე საუბარი ყოველთვის იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, მოდიან ჯგუფები, რომელთაც უნდათ შეცვალონ ის, რაც ბუნებრივია ამ ქვეყნისა თუ ერის განვითარებისთვის. ახლა სწორედ ამ მოცემულობაში ვართ, როდესაც იმას, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში, უნდა შეცვალოს ის, რაც ბუნებრივი განვითარების გზაა ჩვენთვის. ანუ ის, რაშიც დავიბადეთ. ახლა სწორედ იდენტობის კრიზისი შეიძლება უწოდოთ იმას, რაც ახლა ხდება. ჩვენ ქართველებს ზუსტად ვიცით, რომ გვინდა დემოკრატია, მაგრამ ძალაუფლება რეალურად ხელში უყრია ხალხს, რომელიც თანამედროვე სამყაროს აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ ახლა ჩვენ აღვიქმებით ცოტა სხვაგვარად და ვნახავთ ხო სახელმწიფოს შესახებ ბევრი წარმოდგენა შეიქმნა, რომ ახლა საქართველოში დემოკრატია აღარ მუშაობს და ჩვენ მივდივართ ავტოკრატიისკენ. ამიტომ თანამედროვე ეტაპი შეიძლება ამ კუთხით იდენტობის კრიზისიც კი შეიძლება უწოდოთ. რატო ჩამოიშალა და რატო ვარ დღეს აქ სადაც ვართ, მე მგონი მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ იდენტობის ძალიან დიდი ნაწილი ასევე მეხსიერება. მეხსიერება ქმნის იდენტობას ასევე დიდწილად ისტორიის გააზრება და იმ გზის გააზრება, რაც გავიარეთ. 70 წლიანი საბჭოთა კავშირის ამ განმავლობაში, როდესაც საქართველოს არ ქონდა შანსი რეფლექსიის, გააზრების, ამან ძალიან შეაფერხა ეს საერთოდ ეს კითხვები, საერთოდ იდენტობა ხო არ არის რაღაცა მყარი მოცემულობა, ის მუდამ იცვლება, მუდამ ერგება ადამიანის საჭიროებებს, ერის საჭიროებებს, საზოგადოების საჭიროებას, როგორ გარდაიქმნას ეს, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე თვითგადარჩენის რეფლექსს, როგორ გინდა რომ საკუთარ თავს ხედავდე, როგორ ხედავს სხვა და ეს ორი მხარე თანხმობაში არის თუ არა ერთმანეთთან. და მე ვფიქრობ დღესაც იგივე წერტილთან მოვედით, სადაც და კიდევ უფრო ესეთი დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, როგორ ვიაზრებთ ისტორიას, საერთოდ გავიაზრეთ თუ არა ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში და დღეს მით უმეტეს, როდესაც იდენტობა რეჟიმის მხრიდან არის პროპაგანდისტვის გამოყენებული, რომელიც გახვევს თავს და გეუბნება, რომ აი ეს არის შენი იდენტობა, აუცილებლად რაღაცა ესეთი მაგალითად ქართველი კაცის იდენტობა შეგვიძლია ეს დავინახოთ, თუნდაც როგორც ეკლესია იყენებდა ამას და იყენებს როგორი უნდა იყოს ქართველი კაცი, მაგალითად რას არ მოითმეს ქართველი მამაკაცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ბევრი წახნაგი აქვს იდენტობას, რაც ზუსტად დიქტატურის პირობებში ძალიან კარგად არის ხოლმე გამოყენებული. ასევე კულტურას რაც შეეხება, ზუსტად იმიტომ არის ხოლმე ხა ჩვენც რო ვიწყებთ ჩვენი დღევანდელი ამბის მოყოლას, პირველი რასაც ვამბობთ არის ის, რომ პირველად რეპრესიები შეეხო კულტურას. ხელოვნებაში გამოხატული იდენტობა ყველაზე გაშლილია, მოუხელთებელია ის იდენტობა, რაც არის კულტურაში. ამიტომ არის ყველაზე ძლიერი. იმიტომ რომ იქ, როდესაც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ განათლებაზე, ისტორიაზე, წესჩვეულებებზე, ტრადიციაზე, იქ შეიძლება რაღაცა, ასე ვთქვათ, საზღვრები მოვუძებნოთ ამ ყველაფერს, რაღაცა სახელი დავარქვათ, რაღაცა მიმართულებით წავიყვანოთ, მაგრამ როდესაც იდენტობა გამოხატულია ხელოვნებაში,
იქ შეიძლება თვით იდენტობის წინააღმდეგაც იყოს იქ გამოხატული ინსტინქტები, დისკურსები და პრობლემები. ამიტომ და ხელოვნებაში მოქცეულ ამ ასე ვთქვათ ამ იდენტობის ცნებას ძალიან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს საზოგადოებაზე, მათ უბიძგოს რაღაც თუნდაც ვიღაცისთვის არასასურველი მიმართულებით, რაღაცა იქ მოხდეს ამბოხი, რაღაცა გზები გაიჭრას. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ჩვენ გვინდა რომ საქართველოს კონდეს თავისუფლება საკუთარი იდენტობის ძიებაში და რა თქმა უნდა იდენტობა არ არის მარტო რაღაცა ეთნიკური იდენტობა ან გეოგრაფიული იდენტობა იქ საკმაოდ ღია ფანჯარა დატოვებული პიროვნული იდენტობისთვისაც და ყოველთვის ეს რაღაცა ზოგადი იდენტობა, აი ამ რაღაც პიროვნული იდენტობასთან არის შეხებაში საინტერესო. ხანდახან ძალიან დიდი კონფლიქტიც არის, ხომ, რაღაცა საყოველთაო იდენტობაში და შენს პიროვნულ იდენტობაში, იმიტომ რომ ადამიანი ხშირად აღმოაჩენს, რომ ეს ორი ისე ეჯახება ერთმანეთს, რომ იქ არჩება რაღაც თავისუფლებისთვის, ბედნიერებისთვის სივრცე. და სწორედ ამ საკითხებს შლის ხელოვნება. ის რომ მაგალითად სახელმწიფო არის გარკვეულწილად პასუხისმგებელი განსაზღვრაზე თუ რა არის ზოგადად ეროვნული იდენტობის ნაწილი, თუმცა ამ განსაზღვრის ნაწილში ის თავისუფლების კომპონენტი აუცილებელი პირობა არის, როცა ადამიანს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. იმიტომ რომ ამის გარეშე შეიძლება იყოს ეს ერთ-ერთი ვთქვათ მიზეზი და მაგალითი იმისა, რომ ერთს როცა ვაკეთებთ და მეორეს არ უტოვებთ, ამ თანხმედრაში ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის და ბუნებრივია მდგრადობის კომპონენტს აცლის? იცი რა, მე უფრო ვიტყოდი, რომ სახელმწიფო ფორმალურად არის პასუხისმგებელი ამაზე და კარგია, რომ იყოს სახელმწიფო პასუხისმგებელი, მაგრამ შეიძლება სახელმწიფო ცდებოდეს. ამ შემთხვევაში, აი მაგალითად, როგორ არის ევროპული იმაზე საუბრობთ, რომ მაგალითად ინსტიტუტი როგორც საუბრობთ, განათლების ნაწილი, იგივე ისტორიის ნაწილში ამბობ, ხო, ის უნდა ვითქონდეს არა ყალბი ისტორია, არა სახეცვლილი ისტორია, შესაბამისად იმ განათლების ნაწილშიც უნდა ქონდეს ეგრეთ წოდებული ხერხები, მექანიზმები, რითიც ადამიანი უკვე შემდგომ თავად წვითავს, ხო, რა უნდა. ხელოვნების ნაწილში შესაძლებელია სხვანაირად იყოს ბუნებრივია, მაგრამ უნდა ფლობდეს იმ ინფორმაციას. მაგალითად, თუ ავიღებთ ეროვნული წიგნის ცენტრი ან საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, იქ არის მაგალითად ეროვნული კინო. ან ეროვნული ლიტერატურა რას ნიშნავს? რა თქმა უნდა, დაწერილი ქართულ ენაზე, ან ფილმი, სადაც მეტწილად პერსონაჟები საუბრობენ ქართულ ენაზე, ან მეტწილად რაღაც ფილმის შემქმნელებიდან არიან ქართველები, უბრალოდ ფლობენ საქართველოს მოქალაქეობას და ასე შემდეგ. ეს მაინც რაღაცა ფორმალური ჩარჩოა, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ფორმალური ჩარჩო, მაგრამ რას ყვებით ფილმში, რას ეხება ის? ან ლიტერატურულ ნაწარმოებში, ან რას აკრიტიკებს ის, ან რას ასხამს ხოტბას, ასე ვთქვათ. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მოვინდომოთ და სახელმწიფომ შეიძლება გაუჩნდეს ასეთი იდეა, რომ გადავიღოთ ფილმი დავით აღმაშენებელზე, მაგრამ ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდეს ეს განზრახვა, სწორედ რომ ჩვენი იდენტობის გაგებას და ის იყოს თავსმოხვეული. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იდენტობაზე, მნიშვნელოვანია და სწორედ ევროპაში ევროპის კულტურის დაფინანსების მოდელი სწორედ ამაზეა დაფუძნებული, რომ შენ უქმნი პირობებს ხელოვანს, რომ მან შექმნას კულტურა, მაგრამ შენ ვერ კარნახობ, მათ თუნდაც ვერ კარნახობ იმას, რა არის შენი იდენტობა. ამიტომ არის ეს საინტერესო და ამიტომ გვჭირდება ჩვენ აქ ძალიან დიდი ყურადღება, რომ დავუტოვოთ ხელოვანს და ხელოვნების შემქმნელს, ნებისმიერ ადამიანს თავად გადაწყვიტოს როგორი სახე მისცეს ამ იდენტობას და არ შეგვეშინდეს იდენტობაზე ვისაუბროთ იდენტობაზე. ამის მაგალითი ერთი სახელმწიფოს მიერ გადაღებული რაღაცა ფილმი არის, პირველმა ხმა გაუშვე ხა, ეგრისის დიდი კრებაზე კუბას მეფის სიკვდილთან დაკავშირებით, არჩევანი რა იყო, ხო, ბიზანტია თუ სპარსეთი აქეთ და მაგაზია, ხო? და ამ კრების შედეგი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიელებმა მეფე მოკლეს, ქართველებმა მაინც გადაწყვიტეს, რომ ბიზანტია იდენტობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და
ვერ დაუშვებდნენ იმას, რომ რელიგიით სხვა მოკავშირე ყოლოდათ იმ პერიოდში, ხო? წესით ეს ფილმი ისევ ჩვენი ეროვნული დღევანდელი მიზნებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენებოდეს, რომ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ისტორიულად ქართველი და საქართველოს სახელმწიფო დასავლეთს და დასავლეთთან ურთიერთობას და როგორი ინტეგრირებული ვიყავით იმ სივრცეში, რომ მიუხედავად ესეთ დიდი უსამართლობისა, ხალხმა გადაწყვიტა კრება იყო და ერთმა ადამიანმა მაინც ჩათვალა, რომ ბიზანტიასთან მოკავშირეობა იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ გადაიღეს ფილმი იგივე თემაზე, სადაც არის რომ აი ეს ძალიან ცუდი როგორ ჩაგრავდნენ ხოლმე ჩვენ ასეთ კარგს და ისეთი ტექსტები არის, რომ ნებისმიერ ადამიანს რო უყურებს, აი დღევანდელი ამათი ნარატივი რაც არის, დღევანდელი ხელისუფლების, რომ აი ჩაგრული საქართველო და ყველა შენ გიყენებს და არავის შენი მეგობარი არ არის და არავის არ უნდა ენდო და არც დასავლეთს და ხშირად რო იციან ხოლმე გათანაბრება ხო, რომ მნიშვნელობა არ აქვს აი აღმოსავლეთია ეს თუ ჩრდილოეთი თუ სამხრეთი, რომ ყველა მხარეს რო ჩამოთვლიან, რომ რუსეთი გააზაონ რაღაცნაირად, იგივენაირი ფილმი გამოუვიდათ საბოლოო ჯამში AI-ით აწყობილი, ხო? ამიტომ ის რომ თემა გაქვს, მაგრამ შენ ამ თემას როგორ იყენებ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმის მიხედვით, რა გინდა რომ იყოს შენი იდენტობა დღეს, ანუ რა გინდა რომ შენი თავარი გზავნილი იყოს ერის მიმართ. ამათი თავარი გზავნილი არის, რომ ყველა ცუდი არის გარეთ, შენ თავს უნდა მიხედო, ნეიტრალიტეტი არის ყველაზე კარგი გამოსავალი და არ ვიცი, ბრძოლა არასდროს არ არის გამართლებული. ფასეულობის განეიტრალებას გულისხმობ. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დავუშვათ ჩვენ, როდესაც დასავლეთს ვესაუბრებით, ვამბობთ იმას, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ, ან ეს ევროპულობის გაგებაც და ქართველობის გაგებაც რა არის, ხო? რაღაც მივისწრაფოთ რაღაცის გვენ, რომ გვინდა რომ გავხდეთ რაღაც, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ეს რაც ვართ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი იდენტობა ახლოს არის, ან თანხმობაშია ამ და ამ იდენტობასთან და სხვადასხვა როდესაც 2018 წელს საქართველოს იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი, იქაც აი ყოველთვის აი ვაკვირდებოდი, მაგალითად ჩვენ როგორ ვხედავდნენ და ჩვენ როგორ წარმოვაჩენდით საკუთარ თავს და ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ჩვენ თვითონვე ჩემი გადმოსახედიდან ვიპატარავებდით თავს და ვიწყებდით ისეთი 엘ემენტარული რაღაც ჭეშმარიტებების საუბარს, რომ აი მაგალითად ჩვენ რა არის ჩვენი ენა, რა არის ჩვენი საიდან მოვდივართ და ძალიან რთულია ესეთ დიდ პლატფორმებზე, სად კულტურის ხელოვნების პლატფორმებზე იმის გათავისება და ზუსტად შენ რაზეც ისაუბრე, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს რაღაცის ნაწილი ვიყავით, აი სულ რაღაც ზემდგომი ვიღაც გვიყურებდა ზემოდან და ვიღაცის რაღაც იდენტობას უნდა დამორჩილებოდით, აი პატარა საქართველო და დიდი მოსკოვი, აი რაღაცა სულ ეს კონტექსტი იყო და დღეს მოგვდევს ჩვენ რა თქმა უნდა ეს კომპლექსი და ჩვენ ევროპასაც კი ვუხსნით ვინ ვართ, როდესაც შეგვიძლია ვისაუბროთ თანასწორი პოზიციებიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითავისოთ და ჩვენ თავსვე ჩვენ თვითონ შევუწყოთ ამაში ხელი. როცა საუბრობ ჩვენ ქართული იდენტობაზე, შეუძლებელია ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფოებრიობა მიღწეული იქნას ნებისმიერ ქვეყანაში თუ არ მოხდა იდენტობის გამოკვეთა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ახლა ყველა დიდი პოლიტიკური ლიდერი ბოლო თუნდაც საუკუნეების მანძილზე, რომელიც ყოფილა სხვა ქვეყნებში და ყველა მათგანს რაც შეუქმნია იდენტობის შემდგომ, ხო? ანუ გამოუკვეთია უფრო საკუთარი ერის იდენტობა და ამის შემდგომ მომხდარა წარმატება ამ ქვეყნების ნებისმიერ ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებით. ამიტომ რა თქმა უნდა, ქართული იდენტობის გამოკვეთა არის აუცილებელი, ამაზე უნდა მუშაობდეთ, თუმცა რა თქმა უნდა არის სენსიტიური საკითხიც. უბრალოდ აქ მაგალითად მე ვფიქრობ, რომ არის მიმართულები, სადაც უნდა იყოს სახელმწიფო ბევრად უფრო პროაქტიული და არ ყოფილა ბოლო წლების მანძილზე. მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ჩვენი იდენტობაა, რომ საქართველოს ისტორიული ნაწილი არის როგორც აფხაზეთი, ისე შიდა ქართლის ტერიტორია და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო წლების მანძილზე, მაგალითად არის უარყოფითი მაგალითი ჩვენი ქვეყნის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც საერთოდ ამ იდენტობას აი ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით საერთოდ არ დგამენ არც ერთ ნაბიჯს, პროაქტიულ ნაბიჯებს არ დგამენ, არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ხდება ამაზე საუბარი, საჯარო სკოლებში არ ხდება ამაზე საუბარი, არც ერთი სივრცის გამოყენება არ ხდება. ანუ იდენტობის თვალსაზრისით ხელისუფლება ჩემს უნდა იყოს პროაქტიული ბევრი მიმართულებით, მათ შორის აი ესეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მიმართულებებით, როგორც არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. და ზოგადადაც რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკური
გუნდის ასე ვთქვათ ვალდებულებაც გახლავთ, რომ მათი დამოკიდებულება იდენტობის მიმართ და მათეული ხედვა იყოს უფრო მეტად ცნობილი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა და ჯგუფი და გაერთიანება გაიმარჯვებს, რომელიც ყველაზე მეტად იქნება ახლოს აი ქართული იდენტობის რეალურ სათავეებთან. არსებობს საკითხები, რომელიც იდეოლოგიის მაღლა დგას, ამიტომაც მოვიყვანე მე ტერიტორიული მთლიანობის მაგალითი, ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი იმ სახელმწიფოსი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და რომელიც მოქალაქეებიც ვართ, ჩემი აზრით არის აბსოლუტურად ზეპარტიული, ზეიდეოლოგიური, მათ შორის მნიშვნელობის მქონე საკითხი. ამიტომაც ასეთ საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად უნდა ვიყოთ ერთიანები და უფრო ნაკლებად იქნება სენსიტიური ამ საკითხებში ხელისუფლების მხრიდან პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა. არსებობს სხვა საკითხები, სადაც უფრო რთული იქნება, შეიძლება ბალანსის დაცვა იდეოლოგიურ ჩარევასა და რეალურად გადადგმულ აი ამ იდენტობასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს შორის, მაგრამ არსებობს საკითხები, როგორც მე დავასახელე, სადაც ფიქრობ არსებობს ზეპარტიული კონსენსუსი საქართველოს მოსახლეობაში და ყველა ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით გადადგამს პროაქტიულ ნაბიჯებს, ჩემი აზრით, ამ მხრივ უნდა იყოს ახალისებული საქართველოს მოსახლეობის მიერ. 20 წელს მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სხვა გამოწვევები იქნება. დღეს სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს გამოწვევა ის, რომ ქართულ სახელმწიფო არის განადგურების პირას და ვფიქრობ უახლოესი წლების მანძილზე, რასაც მე ვსაუბრობდი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ ვიცი შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს და ვისურვებდი უფრო ადრეც მოხდეს, მაგრამ თავარი ასე ვთქვათ მიზანი რაც უნდა ქონდეს ამ პოლიტიკურ კლასს, იმის მერე რაც აი რუსულ სიმსივნურ პოლიტიკურ წარმონაქმნს ბოლოს ოცნების სახით მოვიშორებთ, იქნება იმ საქართველოზე მსჯელობა, იმ ქართული იდენტობის შექმნა, რომელიც გაერთიანებს ამ ქვეყნის შვილებს ყველგან, მათ შორის ეხანდელ მიტაცებულ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის ეხანდელ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათ შორის იქნება ერთი მხრივ ევროპული, იქნება ევროპასთან ჭიდრო კოორდინაციაში და ჩვენ რა თქმა უნდა გსურს რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ, თუმცა ამავდროულად დაიცავს იმ ღირებულებებს, იმ კულტურულ იდენტობას, რომელიც არის ქართული და რომელიც არის ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან ნასაზრდოები. თანამედროვე სახელმწიფოს შენებლობა შეუძლებელია საერთო იდენტობის გარეშე, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ პრინციპში რაღაცა ნაწილი წიგნებისა ყველას უნდა გქონდეს წაკითხული ერთი და იგივე. ლიტერატურა, რაღაც წარმოდგენები უნდა გქონდეს მაგალითად გეოგრაფიული. ამის მიღწევა შეუძლებელია მაგალითად განათლების სისტემის გარეშე და განათლების სისტემა ამას განსაზღვრავს და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამეა. გარდა ამისა, რეალურად პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ პოლიტიკოსმა აგრძნობინოს და გააგებინოს თავისთავად ყველა მოქალაქეს რომ ისინი თქვა მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდები კი არ არიან, არამედ ერთი დიდი ერთობის ნაწილი არიან, მაგალითად მარნეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე თბილისში, ხაისში იქნება თუ ბათუმში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ მათ არ ექნებათ ერთნაირი ცოდნები, ერთნაირი წარმოდგენები, ერთნაირი წარმოდგენა მაგალითად ადამიანის უფლებებზე, ერთნაირი წარმოდგენა ისეთ რაღაცაზე, როგორც შეიძლება იყოს ღირსება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ქვეყნის, შეუძლებელია რომ ეს უბრალოდ გამოვიდეს. იმიტომ რომ სახელმწიფო სჭირდება ადამიანები, რომლებიც შეიძლება იყვნენ ერთმანეთის თანამოაზრეები. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ქმნიდეს კონსოლიდაციას ადამიანებისა, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, რომ იდენტობა მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური არ არის. ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური არის, მაგრამ ამ ინდივიდუალობაშივით ის რაღაც ერთ დიდ ერთობასაც შეიძლება უკავშირდებოდეს და რა თქმა უნდა, თუნდაც ისეთი მოვლენები, როგორც პატრიოტიზმია, ან მაგალითად წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შენი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვა აუცილებლად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი საერთო იდენტობის საშუალებით შეიძლება მიიღწიოს. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ, აქ ძალიან ბევრი ასპექტი არის, რა თქმა უნდა, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ როგორი შეიძლება იყვნენ ის ქართველები, რომლებიც შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ ამავდროულად ისევ კავშირში არიან საქართველოსთან, რა შეიძლება მათ გაუკეთონ საქართველოს, როგორ დაეხმარონ, რა შეიძლება იყოს როგორც კულტურული, რელიგიური, დიპლომატიური კუთხით მათი მხარდაჭერა ქვეყნისადმი და რა თქმა უნდა თავისთავად პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იდეა დღეს და გამოცანა უნდა იყოს, რომ ის ძაფები, რომლებიც ჯერ კიდევ გაბმულია კონკრეტულად ლოკალურიდან გლობალურამდე, ანუ ევროპულ ქვეყნებზე იქნება თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე საუბარი, კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო მეტი იყოს წარმოდგენა იმისა, თუ რითი ვართ ქართველი, რა გხვდის ქართველებად. და ეს მხოლოდ და მხოლოდ ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ გენეტიკური კოდი. არამედ რეალურად ეს იქნება ერთი საერთო მთლიანობა, რომელზეც ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ და დავადგენთ
რა შეიძლება იყოს ჩვენი ინტერესები, როგორ შეიძლება განისაზღვროს სახელმწიფო ინტერესები და ამაში ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი იდენტობა მოგვეხმარება და ჩვენი იდენტობის დადგენა. ჩვენი იდენტობისთვის გადამწყვეტი ტექსტი არის ვეფხისტყაოსანი შოთა რუსთაველის, რომელიც დღემდე განსაზღვრავს რაღაც წარმოდგენებს, რა შეიძლება იყოს ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, რა როლი შეიძლება შეასრულოს ადამიანის ცხოვრებაში, გონებამ და გონიერებამ, როგორ შეიძლება გადარჩეს განწირული ადამიანი, შეიძლება ითქვას. თუმცა 800 წლის წინ დაწერილი ეს ნაწარმოები დღევანდელობას მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეხმიანება, მთლიანად არ აღწევს და მე ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ დაიწერება ახალი ვეფხისტყაოსანი, გამოჩნდება ვინმე დიდი ქართველი ხელოვანი, რომელიც შექმნის ახალ ძალიან მნიშვნელოვან ტექსტს და ამაზე სხვათა შორის ოცნებობდა გალაქტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ლექსში წერდა, რომ ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის. იდენტობა თავისთავად წარმოადგენს ერთობას. საბოლოო ჯამში იდენტობა ეს არის ძალიან დიდი სამყაროს შექმნა, ანუ იმაზე უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტულ ინდივიდს შეუძლია რომ ადამიანები გაიცნოს. ანუ ეს არის წარმოსახვითი საზოგადოების დადგენა. ამიტომ საქართველოს როგორც ერთი მთლიანობის შექმნისთვის გნებავთ როგორც კულტურულ ცივილიზაციური თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, იდენტობა არის განმსაზღვრელი. და ამ იდენტობის ნაწილია საგარეო პოლიტიკაც, ანუ ის თუ საით უნდა წავიდეთ. ამიტომ საფრთხეს უქმნის ახლა ქვეყანას ის, ვინც აი ამ მოცემულობას ცვლის, ანუ გულისხმობ რას? ტყუილის საფუძველზე ცდილობს პოლიტიკური იდენტობის ცვლილებას და დასავლეთის ნაცვლად აღმოსავლური ავტოკრატიებისკენ სიარულს, ხო, ჩინური, ირანული თუ რუსული ამ მიმართულებით სიარულისკენ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური იდენტობის ცვლილება, ეს არის პოლიტიკური იდენტობის ცვლილების შედეგად კულტურულ ცივილიზაციური არჩევანის, რომელიც უფრო რთული შესაძლებელია ამის მცდელობა რომ შეცვალონ. რატომ? იმიტომ რომ არ ჭირდებათ სახელმწიფოს ნაცვლად, აქ მათ ჭირდებათ მხოლოდ ტერიტორია, რომელიც იქნება მარტივი სამართავი. ანუ ძალიან რთულია გამორჩეული, კაფიოდ ჩამოყალიბებული იდენტობის მქონე საზოგადოების მართვა. თუ კი საზოგადოებას იდენტობა კაფიოდ არ აქვს ჩამოყალიბებული, ამ საზოგადოების მართვა არის გაცილებით მარტივი. ყველა რეჟიმს და მათ შორის საქართველოში მოქმედ რეჟიმსაც სწორედ ეს მიმართულება და გეზი აქვს აღებული. იქიდან გამომდინარე, რომ იდენტობა სოციალურად კონსტრუირებულია, შესაძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს მათ შორის პროპაგანდასაც, მათ შორის იდეოლოგიურ ჩარევებსაც და მაგალითად ჩვენ საბჭოთა პერიოდში 70 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ იმ რეალობაში, რომელიც არ გვინდოდა რომ ყოფილიყო და 70 წელი დაჭირდა 1921 წლიდან 1991 წლამდე, რომ დავბრუნებოდით ბუნებრივი განვითარების გზას. მანამდე ჩვენ ვიყავით ამოვარდნილი და ვეთანხმებოდით, ვემსახურებოდით, შრომობდით აი ამ სისტემაში და ვქმნიდით მათ შორის ქართულ რეალობასაც, ხო? ნუ ვერავინ იტყვის ის არსებობს მაგალითად ქართული კინოც, საბჭოთას გულისხმობ არსებობს ქართული ლიტერატურაც, პოლიტიკის გარდა ყველაფერი არსებობს. ამიტომ პოლიტიკურ მდგენელებს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ახლა 1991 წლიდან ცოტა უფრო მანამდე დავიწყეთ ქართული, შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკის კეთება, ამიტომ იდენტობის მშენებლობაში პოლიტიკურ ნაწილს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან მთავარი. მე მინდა რომ აი ზუსტად დაემთხვეს ერთმანეთს კულტურულ ცივილიზაციური იდენტობის მახასიათებლები და პოლიტიკურ-ეკონომიკური სურვილები. ეს არის ბედნიერების წინაპირობა და ეს ბედნიერება არა მხოლოდ კოლექტიურ სახელმწიფო და ერის დონეზე, არამედ ინდივიდების დონემდეც აღწევს, იმიტომ რომ ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ოჯახს, ძლიერ პიროვნებას, წარმატებულ ადამიანებს, კარგ განათლების სისტემას და ასე შემდეგ. მე მაგალითად მექნებოდა სურვილი, რომ ჩართულობა ადამიანების პოლიტიკაში იყოს მეტი და თუნდაც იმის განსაზღვრაში, რაც ნიშნავს ქართველობა, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, რაც ითქვა, რომ კონდეთ ადამიანის საშუალება, რომ ქართული კულტურის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ მოიხმარონ კიდეც ეს ქართული კულტურა. ქართულ თანამედროვე ფილმებს ვინმე უყურებს, რამდენი ადამიანი უყურებს საქართველოს, ჯენზისაც რო თავი დავანებოთ ხარა, ცოტა ესე ბევრი რამე არ მოთხოვოთ. რამდენმა იცის, არც მე ახალი ქართული ხელოვნების შესახებ. ამიტომ ინტერესი უნდა გააჩინონ
კულტურის მიმართ. აი თქვათ, კულტურის მინისტრი იქნება თუ ვინც იქნება, უნდა ზრუნავდეს იმაზე იდეაში, ხო? ანუ თუ მაგაზე საუბრობთ, ხო? უნდა ზრუნავდეს იმისთვის, რომ ქართული კულტურა გახადოს საინტერესო, მისი შესწავლა, მასთან შეხება გახადოს საინტერესო ადამიანებისთვის, წარმოაჩინოს და მის ეს ადამიანებს საშუალება რომ ჩაერთონ მის წარმოებაში და ჩავრთოთ სხვადასხვა ადამიანები ამ პროცესში, რომ მართლა ლოკალური არ იყოს ეს ქართულობა უბნური, სუბრეგიონული, ზედა, რა ქვია, გარეკახური, შიდაკახური, ზემოიმერლური, ქვემოიმერლური და თბილისის შემთხვევაში კიდევ უფრო წვრილმანი, ხო? ყოველდღიურობაში ჩვენ ხო ვართ ქართველები. ანუ, რაზე ვსაუბრობთ? ქართული იდენტობა არის ის, რაც ვართ ჩვენ მართლა უბრალოდ შევხედოთ რა ვართ და რა შეგვიძლია ვიყოთ ახლო ტერიტორიაზე, არა ვთქვათ 30 წელიწადში, მაგრამ რაღაც 10 წლის ფარგლებში ვის შეგვიძლია რომ ვიყოთ. ნდობის დაკარგვის პრობლემა, ან არარსების პრობლემა შეუძლებს ეს კოლექტიურ მოქმედებას. და ასევე ნდობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც კოლექტიურ მოქმედებაში ჩვენ მაგალითად დღეს პროტესტში, ვინც ვართ ჩართული სხვადასხვა ფორმით, როგორ აღვიქვავენ სხვა ადამიანები, რომ ჩვენ უსახკარო, უპატრონო, უსამშობლო ხარ და არ ჯერათ რომ ფულის გულისთვის კი არ ხარ პროტესტში და პირადი სარგებლისთვის ჩართული, არამედ სახელმწიფოებრიობისთვის, ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ზუსტად ის ნდობა იმის მიმართ, რომ ქართველობა შეიძლება ნიშნავდეს სახელმწიფოებრიობის განცდის ქონას და მას აზრუნვას არ არსებობს, ხო? ყველას გონია რომ კლანურობა არის გამოსავალი, ქართველობა არის მე და ჩემი ახლობლები რო გონია რომ ეს არის ქართველობა და ჩვენ რო კარგად ვიქნებით, რაღაცა აი აქ ტრიალებთ სულ. და არ ვენდობით ადამიანებს, რომლებიც რაღაცა ერთადად, ან კოლექტიურ მოქმედების რეპუტაცია ძალიან შელახული რაღაც საბჭოთა კავშირთან, ან გაყიდულობასთან არის ასოცირებული და იმისთვის რომ ეს რაღაც ქართველობა შედგეს, ესეც უნდა რეაბილიტირდეს ქონ. როცა საუბრობთ რომ ან თქვათ საუბარზე, ალბათ ერთ-ერთი პირველი ეს უნდა იყოს, რომ აბსოლუტურად, ანუ გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ღიად და გამჭირვალედ, უნდა იყოს მიღებული საჯარო განხილვების შედეგად, ანუ ეხა ისეთ რაღაცებს მართლა ტრუიზმები არის პოლიტიკაზე როცა საუბრობთ, ხო? ანუ ვის უნდა სჭირდებოდეს პოლიტიკაში ამის სწავლება, რომ იცით რა სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, გთხოვთ განიხილეთ მაგალითად და პირდაპირ ფაქტის წინაშე არ დაგვაყენოთ, ხო? არავინ არ საუბრობს ბაზისურ დემოკრატიულ ღირებულებებზე შინაარსობრივად რა, ანუ მაგალითად ის რომ ადამიანს შეურაცხყოფს, უბრალოდ ადამიანის მოქალაქის არის შეურაცხყოფელი, როდესაც მას არ ეუბნებიან გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას ეხება. ეს არის უბრალოდ დამამცირებელი არის და ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, რომ აი შენ მოქალაქე, რომელიც ეხა გონია, რომ აი მე არ მეეხება და იცი რომ შენ ფეხებზე კიდი ხართ და ეს წესიდარგი შენ უნდა გამცირებდეს რა, იმიტომ რომ შენ ბრაზობ ხოლმე, როდესაც სადარბაზოში ვიღაცა შენს გარეშე რაღაცას იზამს, ბრაზობ, როდესაც შენს პარკირებაზე ვიღაცა მანქანას დააყენებ და ამბობ, რომ პატივი არ მცეს უბანში, ის ხო იცოდნენ რომ ჩემი ადგილია და უცებ გელაც გიფუჭებენ, რაღაცა ტყუილებს გეუბნებიან და გეუბნებიან რომ შენ მაგაზე არ აიშალონერებ, ეს საერთოდ შენ არ გეხება ამ დროს, ხო? და ესეთი უღირსი მოქალაქე, არ ვიცი, თამოყარების საკითხი არის და სამწუხაროდ ბევრ დიდ ნაწილს, რაღაც ნაწილს მაინც, ეგ არაა გაცნობიერებული, რომ ეს არის დამამცირებელი. დღეს საქართველოში ცხოვრება, ამ მონურ ვითარებაში ცხოვრება არის დამამცირებელი ნებისმიერი ღირსეული ადამიანისთვის. რაღაცა ახალის გამოგონება არ არის საჭირო. მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის, რომ შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ნიჭიერი ადამიანი მოვა და თავს იგრძნობს როგორც საკუთარ სამშობლოში. ყოველ შემთხვევაში თუ ეთნიკურ ნაციონალიზმზე არის ლაპარაკი, ქართველი მაინც არ წავა სადღაც, რომ იქ უკეთესად იგრძნოს თავი. ამიტომ თავარი გამოწვევა ნებისმიერ პოლიტიკოსისთვის და კითხვაც ეგ არის, რომ აქვს თუ არა იმისი ამბიცია, ან რა ამბიცია აქვს იმისი, რომ აქ შექმნას ისეთი გარემო, სადაც მაგალითად შეიქმნება ვეფხისტყაოსანი. ხო, აი, ქართველი როგორ შეძლებს, ქართულობა როგორ შეძლებს რეალიზებას თანამედროვეობაში, აი ეს კითხვა არის. რუსთაველი ხოლმე მონდომებოდა, რომ აქ ეცხოვრო და აქ შეექმნა ეს თავისი ძეგლი, ხო? ჯურის ამშვენებელს აქ უნდა შეექმნა ის ზეგ 50 წელიწადში ქართველმა აქ რა უნდა შექმნას? მე ეს კითხვა მაქვს რა. ჩვენ როცა ვამბობთ ევროკავშირზე, ეს არის დღეს არსებული ყველაზე უკეთესი ჩარჩო იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნოს ადამიანმა, სადაც შეძლებს თვით რეალიზებას. და ამიტომ არის ჩვენთვის მინიმუმი ევროკავშირი. თან ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს. ფაქტიურად 4 მილიონამდე ერი ვართ უზარმაზარ ეთნიკურ გარემოცვაში, ესე იგი, სლავების უზარმაზარი ჩრდილოეთიდან, სლავების სამხრეთიდან, ირანი, თურქული
ენობრივი ერთობა არის დაწყებული თურქეთიდან მთელი შუა აზია და ჩვენ ვარ ძალიან პატარა სომხებივით, ხო? აი ესეთი რაღაცა, ისე როგორ უნდა მოხდეს ამის შენარჩუნება და ამის რეალიზება. პირველი მოთხოვნა ის არის, რომ ეს რეჟიმი აღარ იყოს და პოლიტიკის დრო, ნამდვილი პოლიტიკის დრო შემდეგ დადგება. იმიტომ რომ სანამ სინდისის პატიმრები არიან და ციხეებში გამოკეტილი, მანამდე რთულია საერთოდ რაღაც идеალურ საქართველოზე ფიქრიც კი და დინამ ღირსება ახსენა, რომელიც ასევე არჩევანია ხშირად და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩემი და არა მარტო ჩემი გადმოსახედიდან, სწორედ რომ ციხეებში არის ის იმ იდენტობის და იმ ღირსების ძალიან დიდი ნაწილი მოქცეული დღეს და პირველ რიგში ეს უნდა განთავისუფლდეს და ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს.